გაიმართება მუსიკალური კონკურსი, რომელიც რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ დააფუძნა უკვე მესამედ ტარდება. წელს წლის სიმღერასთან ერთად ჟიური შეარჩევს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში წლის მომღერალი ქალი, წლის მომღერალი მამაკაცი, წლის დუეტი, წლის ჯგუფი და კიდევ ბევრი სხვა ნომინაციაც იქნება, რომლებზეც უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. თათა სადრაძე რადიო ჰოლდინგ ფორტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნია მოძმანაშვილი რადიო ფორტუნას წამყვანი და ასევე დათო ხუჯაძე მომღერალი. უკვე მესამედ იმართება ეს კონკურსი, რითი იქნება წლევანდელი დაჯილდოება გამორჩეული? პირველ რიგში დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩვენი ოქროს ტალღი, ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია, უკვე მესამე წელი მიმდინარეობს ოქროს ტალღის დაჯილდოება. წლევანდელი წელი ბუნებრივია გამორჩეული იქნება, რადგან გამოცდილებაც შევიძინეთ ამ წლების განმავლობაში. პირველი დაჯილდოება ჩვენ რუსთაველის თეატრში უქონდა 2013 წელს. ნომინაციები გვაქვს სიახლე კონკრეტულად 16 ნომინაციაში გამოვავლენთ ჩვენ გამარჯვებულებს, გარდა ამისა ჩვენი გამორჩეული ჟიურის წევრები, რომელსაც ვისარგებლებ შემთხვევით და პირდაპირ ეთერის მეშვეობით მადლობას გადავხდი, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დიდი შრომა გაწიეს მათ იმისათვის, რომ გამარჯვებულები გამოევლინათ. რაც შეეხება კონკრეტულ ნომინაციებს, როგორც აღნიშნე, წლის მომღერალი ქალი, წლის მომღერალი კაცი, ჯგუფი, ანსამბლი, ამასთან ერთად ხალხის რჩეული გამოვლინდება. ჩვენთვის გამორჩეული ნომინაცია და კულმინაცია წლის სიმღერის დაჯილდოების არის უკვე წლის სიმღერა, რომელშიც ჩვენ პირველ წელს ყავდა ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, შარშად ანრი ჯოხაძე სიმღერით განაყოლა ქალი ქალია და წელს უკვე არ ვიცით ვინ იქნება გამარჯვებული, თუმცა 23 ივნისს აუცილებლად დაჯილდოებისას ამ ყველაფერს გავიგებთ. მონაწილე საკმაოდ ბევრია, ხო? კი, ნამდვილად ასეა, 75 სიმღერა მონაწილეობს კონკურსში და ჩვენი კომპეტენტური ჟიურის იმედი გვაქვს ჩვენ და ჩვენი მენეჯერების, რომ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გარდა ამისა, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა იტოვებს უფლებას, რომ 4-ვე რადიოსადგურის მენეჯერმა ბუნებრივია ეს სხვადასხვა გამოკითხვების მეშვეობით გამოავლინონ რჩეულები, ანუ ფორტუნა დაასახელებს თავის რჩეულს, ფორტუნა პლუსი ავტორადიო და არ დაიდარდო და ბოლოს უკვე კულმინაცია, როგორც აღნიშნე, ეს არის წლის სიმღერა. წელსაც გამოვლინდება ხალხის რჩეული, თუმცა ხალხის ხმას ყველაზე ხშირად წამყვანი ნია ისმეს. თუ არის ისეთი სიმღერები, რომელიც თქვათ ვერ მოხდა ამ სიაში და შენ რაღაცნაირად გულისკი გწყდება. ყველაზე ხშირად რა სტილის სიმღერებს ითხოვს ხალხი? იცი რა არის, ხო, რა თქმა უნდა, აქ იყო ჩართული სრულიად, რა ვიცი, არა მხოლოდ საქართველოს, მე მგონი, აქ ამ ასე ვთქვათ, სიმღერებში თავი მოიყარა იმ სიმღერებმა, რომლის პრემიერებით შედგა 4-ვე რადიოში. შესაბამისად, ყველა, მე მგონი, ყველა მომღერალი, ასე ვთქვათ, მონაწილეობს ამ პროექტში. ვინმე დააპრემიერა ჩვენს 4-ვე რადიოსადგურში ნებისმიერი სიმღერა, მათ მიეცათ საშუალება, რომ მიიღოთ მონაწილეობა წლის სიმღერის დაჯილდოებაში. ასე რომ გული ვერცნიას ვერ დაწყდებოდა და ვერ შემსრულებლებს, რომლებიც ერთგულად წლიდან წლამდე ემსახურებიან ქართულ შოუ-ბიზნესს და რაც მთავარია, ჩვენი წლის სიმღერის დაჯილდოება სწორედ მადლიერების გამოხატვა ჩვენი მხრიდან, რადიო ჰოლდინგ ფორტუნას მხრიდან და გარდა ამისა, ბუნებრივია ემსახურება ახალი მომღერლების აღმოჩენას და ჩვენთვის საყვარელი, ყველასთვის თქვენი მაყურებლისთვის საყვარელი მომღერლების, კომპოზიტორების, ტექსტის ავტორების სტიმულირებას და კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავხდი ყველა მომღერალს, აი დათო წარმომადგენელია და ჭირდება თუ არა კიდევ დამატებით სტიმული. მომღერალი, კომპოზიტორი. ყველა ალბათ ახალგაზრდა მომღერლებისთვის, მაგრამ როგორც თათამ აღნიშნა, ბევრისთვის სტიმულის მომცემია. აი შენ რას გაძლევს და როგორ უყურებ ესეთ კონკურსს? რამდენად მე ვიცი, ახლა რაღაცები კეთდებოდა ადრე ხა. დღესდღეობით რაღაც აქტუალობა მოვაკლდა, თუნდაც იგივე დანისეჟღეს რაღაც ქართულ შოუ ბიზნესს, მაგრამ რაც არის, მაინც არის რაღაცა და კარგი არის, როდესაც რაღაცა ხდება, რაღაცა ვითარდება, თუნდაც იგივე ის მომენტი, რომ ხა ნამდვილად ხა ჩემთვის არის სტიმული, ეს არ ვიცი, მაგრამ აი ეს თაობა, რომელიც მოდის და რომელსაც ხა ჩვენ ხედავთ, ხო, არიან ბუნებრივი, არიან ისეთებიც, რომლებიც არიან საინტერესო იმ ხრივ, რომ ემჩნევათ, რომ რაღაც განვითარება ექნება ამ ხალხს და იმათთვის ეს საკმაოდ დიდი სტიმულია და რა არის შენთვის მიზანი იმისთვის, რომ კონკურსში იღებ მონაწილეობას? მიზანი რა არის, ჩემთვის იმ თავიდანვე იყო მიზანი ის, რომ მე მემღერა ის, რაც მე მოწონდა და თუ მოეწონებოდა ხალხს შემდგომ იქნებოდა დიდი ბედნიერება. ჩემთვის მიზანი, რომ სადღაც ამეღო პირველი ადგილი არასდროს არ ყოფილა, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე მე არც ვერ მიიღია ზამბექნინაში ხარ, მონაწილეობა რაღაც ფესტივალებში და რაღაც სამ ფესტივალზე ვარ ნავყოფი გოდიოს მთლიანად. მაგრამ უბრალოდ კარგი არის იმ ხრივ, რომ თქვათ მე უკვე არა ვარ ახალგაზრდა შემსრულებელი და
რადგან კიდე დღეს კიდე ვახსოვარ ხალხს და უსმენენ ესა ჩემთვის საინტერესოა და ეს ალბათ ესეც არის იგივე ამ რადიო ჰოლდინგის დამსახურებაა რომ აი სხვათა შორის ძალიან მოთხოვნადია ჩემი გოგო დათოს სიმღერა რომელიც წარდგენილია მართლია რაც არის მუშაობს ის ადამიანების ჯგუფი რომლებიც მანამდვილად არიან პროფესიონალებით დაკომპლექტებული და რომლისთვისაც ხარისხი არის მნიშვნელოვანი შესაბამისად ერთი ჟიურის წევრის დასახელების უფლება გვაქვს ეს არის ანდრი ჯოხაძე თუმცა 900 საბედიეროდ ვერ დავასახელებ 23-ში გახდება ცნობილი მაგრამ მერწმუნეთ რომ ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ რომ ძალიან სწორად შეირჩეს ჟიური და წლევანდელი წელის ბუნებრივი არ იქნება გამონაკლისი მაგრამ რა კრიტერიუმით ირჩევა უკვე იცი რა ინდივიდუალურად არჩევენ თუ ამას მეკითხებით ხო რომ თუ სწორად მივხვდი ინდივიდუალურად არჩევენ ამიტომ არავინ არ ერევა მათ გადაწყვეტილებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ თავისთვის წყნარად სხედან სახლში არ ვიცი ყველაზე კარგ გარემოში სადაც შეიძლება რომ 75 სიმღერა გადაირჩეს და სხვათა შორის ძალიან ამიტომ გადავიხადე მე თავიდანვე მადლობა ძალიან ყურადღებით აკვირდებიან სიმღერების გადასვლას 75 სიმღერა ხო სხედან ამაშია საქმე და ნამდვილად ხალხის ჩეული SMS-ებიც და ეს არის ხო ხალხის ჩეულის გამოვლენა შესაძლებელია 3 კრიტერიუმით ეს არის YouTube-ის ნახვები ეს არის მთელი წლის განმავლობაში აუცილებლად ათეულებში უნდა მოხდეს და მოწინავე პოზიციაზე და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ოფიციალური ვებგვერდი okrostalga.gi რომელზეც ხმათა უმრავლესობა უნდა დააკროვოს ასთავარია ნუ ბევრი ხმა უნდა დააკროვოს თუმცა არ იქნება ცხადია იმდენი სიმღერა რომ ამ ნომინანტთა სიაში მოხდეს ახლად შექმნილი სიმღერები. აი ამ ხრივ რა ხდება? რამდენად გათამამებულია უბრალოდ ახალი დაწერილი სიმღერებით თქვენი მსმენელები? ეხლა რა შეასაქმე ძალიან ხშირად ისმის ხოლმე ეს კითხვა რომ არ იქნება ბევრი სიმღერა, საერთოდ გვაქვს თუ არა შოუ ბიზნესი. მე მინდა შევეწინააღმდეგო აი ამ აზრს და გითხრათ რომ მე პირადად ვარ არტეფების წამყვანი ფორტუნას ეთერში კულტურის. დღე არ ყოფნის გადაცემები რომ ვაპრემიეროთ სიმღერები. ნუ არ დაიდარდოზე უკვე არაფერს ვამბობ. ფორტუნა პლუსსა და ავტორადიოზე. ნამდვილად ასეა, მოთხოვნადია. სხვა შემთხვევაში რა აზრი ექნებოდა ოქროსტალღის ჩატარებას. ნამდვილად ძალიან ბევრი სტუმარი ყავს. დღესაც პრემიერა მელოდება მე აქედან რომ წავალ, ასე რომ მინდა რომ კიდე უფრო მეტი ხარისხიანი სიმღერა და კიდე უფრო მეტი სიმღერები ვუსურვა მომღერლებს, კომპოზიტორებს, ტექსტის ავტორებს იმისთვის რომ გაგვახარონ ჩვენ და კიდე უფრო ბედნიერი სახეებით გავმართოთ ხოლმე წლის სიმღერის დაჯილდოება. მოდი ჩვენთან და ეს პრემიერებს გაგვახარებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ნამდვილად არ არის ის სიმღერა, რომელსაც შემოსავაზოთ და იგი ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. სიმღერა ის სიმღერა, რომელიც განწყობას ნამდვილად შეგვიქმნის, რაც შევეცდები რომ განწყობა შეგვიქმნის. ყველაზე მთავარია დილისთვის. მოისმინოთ. აქაც მე ვარ, იქაც მე, ჩემავზე რომ თვითონზე ვარ. ამოვავდა ლუჩიც, ვებერთელა დედამიც, თვალი გახილა. რირამო, რირამო, რერა, რირამო, რერა, ორერა, რირამო, რერა. რა კარგია ეს ქვეყანა, რა კარგია ეს ქვეყანა. გამეწავა დილა მოდის, ბაზარინა თეს ჩავარდე, აბანახე რა მოდის. რირამო, რირამო, რერა, რირამო, რერა, ორერა, რირამო, რერა.
აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, ჩემამზე რომ თვითონზე ვარ. ამოვალ და ლურჯიცი, ვაშა უკრავ ვისაც მინდა, ვაშა უკრავ ვისაც მინდა. დიდი მადლობა. მადლობა, გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. ჩვენ კი გავანაცვლებთ. ისრაელში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორის იოსებ ბარდანაშვილის კონცერტი ალტისა და ორკესტრისთვის გუშინ პირველად გიორგი ცაგარელმა შეასრულა.